დაფნის ფოთლის მაგიურ შესაძლებლობებზე. დაფნას აქვს კვირაში 4 თავისი მიზიდულობით მაგიური დღე. ეს არის ორშაბათი, სამშაბათი, პარასკევი და კვირა, როდესაც შეგიძლიათ გამოიყენოთ დაფნის მაგია. აარჩევთ ლამაზ დაფნის ფოთოლს, ისეთი, რომელიც არ იქნება დაზიანებული, მოგხიბლავთ თქვენ და მინდა გითხრათ, რომ ორშაბათი ჩაინიშნეთ, ორშაბათი ეს არის დიდი ფულის შემოსასვლელად. სამშაბათი წარმატებისთვის ყველა სფეროში, კვირა იგივე წარმატება ოღონდ საქმეში, ხოლო პარასკევი ვენერას დღე არის სასიყვარულო, თქვენი სასიყვარულო ენერგიის გასაძლიერებელი და სიყვარულის მოსაზიდად. რას ვაკეთებთ? ვაწერთ აქ ჩვენს ინდივიდუალურ იღბლის კოდს. ახლა რაც შეეხება როგორ ითვლება იღბლის კოდი. ვიღებთ დაბადების რიცხვს, თვეს და წელს. და თითოეული, ანუ დაბადების მაგალითად 15 რიცხვში დაიბადა ადამიანი, 1/5 არის 6 და ვწერთ 6. დაუშვათ დაიბადა მე-9 თვეში. 9 ჩვეულებრივად ჩამოგვაქვს და ასევე წელი. ვკრიბავთ წელს. მაგალითად 1991. გამოდის 19 1-ს მივუმატებთ 0-ს არის ისევ 1 და ამას ვაწერთ სიდიდის მიხედვით. 1, 6, 8 გამოვა ამ შემთხვევაში. ვაწერთ იღბლის კოდს და თუ ეს არის წარმატებაზე, ფინანსებზე ვუსმევთ ფაჩულიზეც, ხოლო თუ პარასკევ დღეს სიყვარულისთვის ვამთებთ, ვუსმევთ აუცილებლად სასიყვარულო ზეც, რომელსაც მე ვამზადებ პირადად. და ვამთებთ შესაფერის დღეს. ეს სანთელი გვაქვს დამთებული და ესე ვააქტიურებთ. დაფნის ფოთოლი უნდა იყოს ხმელი, ამ შემთხვევაში გამომშრალი კარგად გააქტიურდეს. ის ენერგია, რა ენერგიაზეც მუშაობთ. გისურვებთ წარმატებებს, მე ვარ ნათია შაი, გამოიწერეთ ჩემი არხი, გააქტიურეთ ზარისხილაკი და დამიტოვეთ კომენტარი, როგორ იმუშავა თქვენთან ამ რიტუალმა.